გამარჯობა ჩემო კაო ხალხო. მოგესალმებით ყველას, ვისაც MMA და ნამდვილი ჩხუბის სისხლში გაქვთ გამჯდარი. სანამ თავარ თემაზე გადავალთ და იმ ამერიკულ ბაზარს განვიხილავთ, რაც ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის გარშემო ატყდა, ერთი ძმური თხოვნა მაქვს. გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ იმ ზარის ღილაკს. ეს არხი ფანის მიერ ფანისთვისაა შექმნილი. მე აქ ექსპერტის მანტიით კი არ ვზივარ. უბრალოდ ერთი ღიპიანი ქართველი ვარ, რომელსაც ჩხუბის ყურებაზე მეტად მხოლოდ ხინკალი უყვარს და ისიც საკითხავია, რომელი უფრო მეტად. ასე რომ დაალაიქეთ, ჰაიპი ავწიოთ, უფასოა და ჩემთვის დიდი სტიმულია. წავედით. მოკლედ, რა ხდება ახლა? ამარ უსმანმა ამოიდგა ენა და დაიწყო ვაივიში. ამერიკულ მედიაში უკვე ატეხეს ერთი ამბავი, ვითომ ჯასტინ გეიჯის ჩაგრავენ ბიჭო. უსმანმა თავის პოდკასტში ჰენრის სეხუდოსთან ერთად, ეგენი ხომ ორივე ალი აბდელაზიზის სასტავია, ერთი კანტორაა, თქვა, ეს რა კოეფიციენტებია, გეიჯის აუტსაიდერად რატომ თვლიან, ეს უპატივცემულობაო. ამარო ძმაო, შემოგეველე, რა არის უპატივცემულობა? ის რომ ხალხი რეალობას უყურებს, უსმანი ამბობს, გეიჯი 4-თან კოეფიციენტით როგორ უნდა იყოსო. მე თუ მკითხავთ 7-იც ცოტაა. ეგ იგივეა მე რო ახლა ლაშა ტალახაძესთან გამოვიდე საჭიდაოდ და ვთქვა, ბიჭო, რატომ წერენ დაბალ კოეფიციენტს? იქნებ წნევა მაუწია ლაშასო. უსმანი ამბობს, ჩვენ პროფესიონალ სპორტსმენებს გვიყვარს, როცა კრიტიკოსებს პირს უკეთავთო. ამარო შენ კი ჩაუკეთე ბევრს პირი, მაგრამ გეიჯი ილიასთან რის ჩამკეტია. კაცი ბრაულერია, პირდაპირ თავით შედის ცეცხლში. ილია კი ქირურგია. ოღონდ ისეთი ოპერაციის მერე პაციენტს რო აღარ ეღვიძება. ედი პიმბლეტმაც ჩაწერა ვიდეო. გეიჯის ნუ ჩამოწერთ, შეიძლება სიურპრიზი შემოგთავაზოსო. აბა პედი სხვას რა სიტყვის. გეიჯისგან ისეთი ნაცემია ძილშიც არ დაესიზმროს. მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. ბუკმეკერები სულელები არ არიან. გეიჯი არის მებრძოლი, რომელიც ბევრს უშვებს, ძალიან ბევრს. ილია თოფურია კი, მოდი ასე ვთქვათ, ილიას ხელები აქვს დაგეშილი. თუ გეიჯიმ ისე იჩხუბა როგორც პიმბლეტთან, ილია მას პირველივე რაუნდში დააძინებს და თან საბანსაც გადააფარებს, რომ არ შესჩივდეს. გეიჯის მომხრეები იძახიან, მაშინ ფურუნკული გქონდა, ანტიბიოტიკებზე იჯდა და მაგიტომ იყო ცუდათო. კი ბატონო ბიძიკო, მჯერა, მაგრამ ილიასთან რომ გამოხვალ, იქ ანტიბიოტიკი კი არა, წმინდა გიორგის ხატი თუ გიშველის, თორემ ისე შანსი არაა. ჩემი პროგნოზით ეს არის 90% ილიას მოგება და 10% რაღაც სასწაული. გეიჯი უკვე 27-38 წლის ხდება. MMA-ში ეს ის ასაკია, როცა ბრაულერობა აღარ ჭრის. ილია კი პიკშია, დაუნდობელია და რაც მთავარია, ქართული ჟინი აქვს. უსმანის ეს ანალიზი სხვა არაფერია თუ არა თავისი მეგობრის და მენეჯერის ალი აბდელაზიზის მხარდაჭერა. ეგენი ყველა ერთ ნავში სხედან. კორმიე, ჯოშ თომსონი, ხავიერ მენდესი, ყველას ერთი პატრონი ყავს და იმას მღერიან, რასაც დაუკვეთავენ. ჩვენ კი აქ სიმართლის სათქმელად ვართ. ილიამ უკვე დადო პოსტი ინსტაგრამზე 18-0 და წითელი ვარდი. ტიპმა წინასწარ იცის შედეგი. ვოლკანოვსკისთანაც ეგრეკნა, ხოლოვეისთანაც და აგერ ნახავთ თუ გეიჯისაც არ მიავარდებს. ხანდახან მგონია ილიამ ცალი ხელით რომ იჩხუბოს, მაინც მოუგებს ამათ. მაგრამ მოდი ნუ გადავაჯარბებთ. გეიჯი მაინც გეიჯია, ოღონდ ილიასთან ისე ჩანს, როგორც ვილისი ფერარისთან. ასე რომ მეგობრებო, ველოდებით თეთრი სახლის UFC ტურნირს. მე მჯერა ჩვენი ბიჭის. თქვენ რას ფიქრობთ? ეთანხმებით უსმანს, რომ კოეფიციენტები უსამართლოა? დაწერეთ კომენტარებში, ოღონდ არ დაიზაროთ. 1-2 სიტყვა მაინც მიაწერეთ, რომ ალგორითმა იცოდეს. აქ ქართველები ვხმაურობთ. მოდით ახლა ტაქტიკაზეც ვილაბარაკოთ, თორემ მარტო უსმანის ლანძღვით მუცელი არ დანარყდება. კამარო ამბობს, გეიჯი უპატივცემულოდ დატოვესო. ბიჭო, კამარო, მოდი ერთი წამით წარმოვიდგინოთ. გამოდის ოქტაგონზე ილია, ტიპი რომელიც ჭადრაკს თამაშობს ხელთათმანებით და გამოდის ჯასტინ გეიჯი, კაცი რომელიც უბრალოდ მოდის რომ თავი შეგაკლას. გეიჯი არის ტიპური ბრაულერი. კი, ტექნიკა ცოტა დახვეწა, ფიზიევთან რაღაცები აჩვენა, მაგრამ მოდი სიმართლე ვთქვათ. ფიზიევთან რომ იჩხუბა, პირველი 2 რაუნდი ხომ ცხვირპირი დაუნაყნეს. მერე რაქნა, ჩხუბი გააბინძურა, აურია მონაცემები, ქუჩურში გადაიყვანა და ეგრე მოუგო. იმიტომ რომ ფიზიევი როცა საქმე ხორცაკებ მანქანაზე მიდგება, ცოტა სიბნევა. მაგრამ ილია თოფურია? ბიჭო, ილიასთან ბინძური ჩხუბი და აურზაური იგივეა მშიერ ლომთან გალიაში ხორცით შეხვიდე და გეგონოს რომ არ შეგჭამს. ილია ახლო მანძილზე არის სიკვდილი.
მისი აპერკოტები და კომბინაციები, კორპუსი, თავი, არის ის, რის გამოც ხალხი მერე სავადმყოფოში იღვიძებს და კითხულობს, რომელი წელია ახლა? უსმანი თავის პოდკასტში ისე ლაპარაკობს, გეგონება გეიჯი რამე საოცარ გრეპლინგს აპირებდეს. რა გრეპლინგი ხალხო? გეიჯის საერთოდ არ აქვს ეგ ოფცია. ის ან ფეხზე დგას და ურტყამს, ან იატაკზე წევს და ისვენებს. ილია კი სრული პაკეტია. ილია შეუძლია დაგაგდოს, დაგარხჩოს, ან უმრავლოდ დაგაძინოს ფეხზე დგომით. სხვათა შორის ჩარლზ ოლივეირას კოეფიციენტებზეც იყო ბაზარი. ამბობდნენ ჩარლზ უფრო მეტი შანსი ჰქონდაო. რატომ? იმიტომ რომ ჩარლზ მაინც ჰქონდა შანსი ბრძოლა პარტერში გადაეყვანა. გეიჯის კი ეგ შანსიც არ აქვს. ის იძულებულია ილიასთან კრივის თამაში დაიწყოს. ეს კი იბივია თვითმკვლელობის აქტზე ხელი მოაწერო. და იცით რა არის ყველაზე სასაცილო? უსმანი ხომ ჭკვიანი კაცია, მართლა არ არის სულელი. მან ძალიან კარგად იცის, რომ გეიჯის შანსი 5-10%-ია. უბრალოდ ალი აბდელ-აზიზის ბანკში ასეთი წესია. შენიანს ბოლომდე უნდა დაუდგე, თუნდაც იცოდე, რომ ხვალ იმ კაცს რეანიმაციაში ნახავ. ეს არის პოზიტიური აგენდა, მეტი არაფერი. ჩვენი ილია კი, ილია სხვა დონეა. ტიპი ისეთი თავდაჯერებულია, რომ უკვე 18:00 წერს. ზოგი ამბობს თავში აუვარდაო. არა ძმაო, ეგ თავში ავარდნა კი არა, საკუთარი ძალის ცოდნაა. როცა იცი, რომ მთელი საქართველო შენს უკან დგას და როცა იცი რა შრომა გაქვს ჩადებული, იქ შიში აღარ არსებობს. ხო, კიდევ ერთი მომენტი. გეიჯი 38 წლის ხდება მეთქი ვთქვი უკვე. ამ ასაკში რეაქცია ნელდება, ყვავა ფუჭლება. ილიას ერთი ზუსტი მოხვედრა და გეიჯი ისეთ ნოკაუტში წავა, რომ შეიძლება პენსიაზეც გააცილონ ეგრევე ოქტაგონიდან. მოკლედ ბიჭებო, უსმანმა თავისი ილაპარაკოს, ჩვენ კი ჩვენს ველოდებით. ილია ამ ჩხუბით კიდევ ერთხელ დაამატკიცებს, ვინ არის ნამდვილი მატადორი და ვინ უბრალოდ ღაბრაზებული ხარი, რომელიც წითელ ნაჭერზე, ანუ ილიას შორტებზე ტყუილად იწევს. მოკლედ ბიჭებო, სურათი ნათელია, კამარუ უსმანი, დანიელ კორმიე, ჯოშ თომსონი და ეს მთელი სასტავი ერთ მელოდიაზე მღერიან. რატომ? იმიტომ რომ მათ მენეჯერს ალი აბდელ-აზიზს ეგრე აწყობს. ეს არის ჩვეულებრივი ამერიკული პიარი. უნდათ რომ თავიანთი მებრძოლი ჯასტინ გეიჯი ისევ აქტუალური იყოს. მაგრამ მოდი რეალობას შევხედოთ. უსმანი ამბობს, წყენიაო, კოეფიციენტები გეიჯის ჩაგრავსო. კამარუ ძმაო, თუ ეგრე ძალიან გჯერა გეიჯის მოგების, წადი და მთელი შენი ჰონორარი დადე მაგაზე. რატომ არდებ? იმიტომ რომ შენც იცი, ილია თოფურია ამ წამს არის მტაცებელი, რომელიც დანდობას არ აპირებს. თოფურიამ უკვე დაანონსა შედეგი 18:0. ზოგი ამბობს, ნამეტანი მოუვიდაო, ამ პარტავანიაო. ბიჭო, კაცმა ვოლკანოვსკი დააძინა. ჰოლოვეის პირველი ნოკაუტი აგემა ცხოვრებაში და ახლა გეიჯისთან უნდა ეშინოდეს? გეიჯი, რა თქმა უნდა, მაგარი ბიჭია, ნამდვილი ომის მანქანაა. მაგრამ ეგ მანქანა უკვე ძველი მოდელია. პერებოი აქვს და ილია კიდევ ახალი ფორმულა 1-ია. იცით რა არის ყველაზე საინტერესო? უსმანი და სეხუდო თავიანთ პოდკასტში ისე სერიოზულად მსჯელობენ, გეგონება გეიჯის რამეს საიდუმლო იარაღი ჰქონდეს. რა იარაღი აქვს? ლოუ-კიკები? ილიასთან მაგით ვერ გახვალ ფრუნს. ილია ისეთ მანძილზე მუშაობს, რომ გეიჯის ფეხის მოქნევას არ აცდის. ეგრევე ყბაში დაასაჩუქრებს. და საერთოდ, მოდით ვთქვათ პირდაპირ. ილია თოფურია დღეს არის UFC-ის სახე. ის არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის ვარსკვლავი, რომელიც ყოველ გამოსვლაზე რაღაც ახალს აკეთებს. გეიჯი კი? გეიჯი არის ის კაცი, რომელიც გამოდის რომ გვეცემოს. ხალხს ეგ უყვარს, კი ბატონო, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ეს არის კატასტროფა ჯასტინისთვის. ილია მას უბრალოდ დაშლის ნაწილებად. კამარუ უსმანს კიდევ ერთს ვეტყვი. შენს დროს ჩემპიონი იყავი და პატივს გცემთ, მაგრამ სხვისი პიარის გამო ასეთ ალოგიკურ რაღაცეებს ნუიძახით. ეხავს. გეიჯი 90% შემთხვევაში აგებს ამ ბრძოლას. დანარჩენი 10% კი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ ილია ოქტაგონზე თვალდახუჭული გამოვა, ან ჩხუბის წინ 3 შამფური მწვანი დააყოლა ხინკალს და მოძრაობა ეზარება. თუმცა ჩვენი ილია პროფესიონალია და ეგ არ მოხდება. მოკლედ, ჩემო კაო ხალხო, დასკვნა ასექია. უსმანი წუწუნებს, ალი აბდელ-აზიზი ფულს აკეთებს, ილია კი ემზადება მორიგი ისტორიისთვის. მე პირადად ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ გეიჯის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ილიას აწეულ ხელებით. ახლა კი თქვენი ჯერია, თუ გჯერათ რომ ილია გეიჯის გაასწორებს მიწასთან, დაწერეთ კომენტარებში ილია თოფურიას საქართველო. დაგვიწერეთ ლაიქი, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი გარჩევები. ჩვენ აქ სიმართლეს ვამბობთ და ქართულად ვხმაურობთ.
აბა თქვენ იცით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.